საღამო მშვიდობისა ძვირფასებო მოგესალმებით ყველას. ცნობილი ფაქტია და არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი თაობის ყველაზე დიდი პრობლემა ეს შიშებია. ვნახოთ, რას გვასწავლიან ჩვენი ებრაელი ბრძენები იმისათვის, რა უნდა გავაკეთოთ, რომ შიშები არ გქონდეს. პირველ რიგში, როდესაც ებრაელი იჭრის ფრჩხილებს, აუცილებელია, რომ გააკეთოს ნეტილათი ადაიმი ბერახის გარეშე. გარდა ამისა, ფრჩხილების გადაყრა აბაზანაში ან საპირფარეშოში არ შეიძლება. მოჭრილი ფრჩხილები უნდა გადაიყაროს ნაგავში. ასევე ცნობილია, რომ თმის შეჭრის შემდეგაც ებრაელმა უნდა გააკეთოს ნეტილათი ადაიმი ბერახის გარეშე. აგრეთვე ვიცით ასეთი რაღაცაც, გემარაში გვიწერია, რომ როდესაც საჭმელი დევს სუფრაზე, უნდა იყოს გადაფარებული ზევიდან, ვინაიდან თუ ვინმეს ჩაეძინა იმავე ოთახში, სადაც არის საჭმელი თავღია, ან წყალი, ან სასმელი, ამისი ჭამა და დალევა არ შეიძლება. თუ ადამიანი ამას შეჭამს ან დალევს, ექნება შიშები და თვითონაც არ იცის რატომ. თუ საწოლ ოთახში უდევს ვინმეს წყალი, ჭიქით ან ბოთლით არ აქვს მნიშვნელობა და უნდა დალიოს ღამე, როდესაც იღვიძებს, აუცილებლად თავდახურული უნდა ედოს. ღია თუ იყო ის ჭიქა ან ბოთლი, რომელიც გვერდზე უდევს, ამისი დალევა აღარ შეიძლება. გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ თუ ადამიანი თავისი წყლის ბოთლით ხელებზე გადაივლებს წყალს, ამის შემდეგ ამ წყლის დალევა ამ ჭურჭლიდან აღარ შეიძლება. აგრეთვე ვიცით ისიც ჩვენი ბრძენებისგან, რომ როდესაც ვაკეთებთ ნეტილათ იადაიმს რაიმე ჭურჭლით, თუ ეს არ არის ნატლა, ამ ჭურჭელიდან წყლის დალევა აღარ შეიძლება და საჭმელში გამოყენება ამ ჭურჭლისა არ შეიძლება. მაშინ ასე შეგვაძლებინოს გამჩენმა გავაკეთოთ ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა. თუ მოგეწონათ ძვირფასებო ეს ვიდეო რგოლი, აუცილებლად გააზიარეთ, სხვა ებრაელებსაც მოასმენინეთ აუცილებლად. ვისაც ჯერ არ გამოგიწერიათ ჩვენი YouTube არხი, გელოდებით, გამოიწერეთ აუცილებლად და დაგვილაიკეთ. ველოდებით თქვენს კომენტარებსაც გამჩენის დახმარებით მოგვაწოდეთ თქვენი აზრებიც. და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისათვის. თქვენთან ვიყავი სარა ლალი, აბა კარგად, მიყვარხართ ყველა.